თავი მეცხრე. მივიდა აბიმელეკ იერუბაალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან. უთხრა მათ და თავის დედის მთელ საგვარეულოს. სათითაოდ უთხარით ყველა შექემელს. რა გირჩევნიათ, იერუბაალის შვილები 70-ვე კაცი იყოს თქვენი ხელისუფალი, თუ მე ერთი კაცი ყავდეთ ხელისუფლად? გახსოვდეთ, ძვალი და ხურცი ვარ თქვენი. დედის ძმები სათითაოდ ელაპარაკნენ მასზე შექემელებს და გადაიხარა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს, ძმა არის ჩვენი. მისცეს ბაალბერითის სახლიდან 70 ვერცხლი. დაიქირავა ამით უღირსი და თავზე ხელაღებული ხალხი, რომელიც გაჰყვა მას. მივიდა უფრაში მამის სახლში და ერთქვაზე დააკლა თავისი ძმები, იერუბაალის შვილები, 70 კაცი. მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დამალული იყო. მოიყარა თავი ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა. მივიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან შექემში რომ დგას. შეატყობინეს იოთამს და ისიც წავიდა. გადმოდგა გარიზიმის მთაზე და ხმამაღლა გადმოსცახა მათ. მისმინეთ შექემელებო, აგრემ ღმერთი მოგისმენთ. გადაწყვიტეს ერთხელ ხებმა მეფე აერჩიათ. უთხრეს ზეთისხილს, გახდი ჩვენი მეფე. ზეთისხილმა უთხრა, დავთმო სიმსუყე ჩემში რომ არის, ღმერთთაგან და კაცთაგან პატივდებული და ხებს გადავყვე. უთხრეს ხებმა ლეღვს, მოდი შენი მეფე ჩვენზე. ლეღვმა უთხრა, დავთმო ჩემი სიტკბო, ჩემი კარგი ნაყოფი და ხებს გადავყვე. უთხრეს ხებმა ვაზს, მოდი შენი მეფე ჩვენზე. ვაზმა უთხრა, დავთმო ჩემი წვენი ღმერთისთვის და კაცთათვის შვების მომგვრელი და ხებს გადავყვე. ბოლოს უთხრა ყველა ხემ კვინჩხს, მოდი შენი მეფე ჩვენზე. უთხრა კვინჩხმა ხებს, თუ მართლა გინდათ თქვენი მეფე გავხდე, ჩემს ჭრილს შემოეფარეთ. არადა ამოვარდება კვინჩხიდან ცეცხლი და შთანთქავს ლიბანის ნაძვებს. აბა დაფიქრდით, სწორედ და პატიოსნად მოიქეცით აბიმელექი რომ გაამეფეთ. კარგად მოიქეცით იერუბაალსა და მის სახლს. მისი ღვაწლის და მიხედვით მოიქეცით. თქვენი გულისთვის იბრძოდა მამა ჩემი. თავი არ დაუზოგავს რომ ეხსენით მიდიანის ხელიდან. თქვენ კი უღალატეთ დღეს მამა ჩემის სახლს. ერთქვაზე დააკალით მისი შვილები, 70 კაცი და შექემელთა მეფედ მისი ხარჭიშვილი აბიმელექი დასვით, რადგან ძმა არის თქვენი. თუ სწორად და პატიოსნად მოიქეცით დღეს იერუბაალსა და მის სახლს, კურთხევა იყოს თქვენზე. გაიხარით აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით. არადა ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი. ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი. გაიქცა იოთამი თავს უშველა, ჩავიდა ბეერში და იქ დასახლდა აბიმელექისაგან თავისი ძმისაგან გახიზნული. 3 წელი მეფა აბიმელექმა ისრაელზე. შუღლი ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და აღარ მორჩილებდნენ შექემელები აბიმელექს. რათა სამაგიერო მისყოდათ იერუბაალის 70 ძის გამო, მოკითხოდა მათი სისხლი აბიმელექსაც, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მისი ძმების დახოცვაში. თების თხემზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, რომლებიც ყველას ძარცვავდნენ, ვინც კი მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა. მოხსენდა ეს ამბავი აბიმელექს. მივიდა შექემში თავის ძმებთან ერთად გაალყებედის ძე, მოიარა შექემი და მიიმხრო შექემელები. გავიდნენ სანახებში, ყურძენი დაკრიფეს, დაწურეს და დღეობები გამართეს. დადიოდნენ თავიანთი ღმერთის სახლში, ჭამდნენ და სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს. ასე ამბობდა გაალყებედის ძე, ვინ აბიმელექი და ვინ შექები? რატომ უნდა მორჩილებდეთ მას? განა იერუბაალის ძე არაა იგი და ზაბულნი მისი მოურავი არაა? ხამურის კაცებს დაემორჩილეთ, შექემის მამის შთამომავლებს, მაგას რატომ უნდა მორჩილებდეთ? ჩემს ხელში რომ იყოს ეს ხალხი, გამდევნიდი აბიმელექს. ვეტყოდი აბიმელექს, გაზარდე შენი ლაშქარი და გამოდი მეთქი. ზებულმა ქალაქის მოურავმა გაიგო გაალყებედის ძის ნალაპარაკები და გაცეცხლდა. ფარულად გაგზავნა კაცები აბიმელექთან და შეუთვალა. აჰა მოვიდა გაალყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და ქალაქს გიმხედრებს. ამაღამვე გამოდი შენც და შენთან მყოფი ხალხიც და სანახებში ჩასაბრდი. დილით მზის ამოსვლისთანავე ადექი და შემოუტიე ქალაქს.
როცა წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი, ის უყავ რაც შენს ხელს ძალუძს. გამოვიდა ღამით აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი. 4 რაზმი ჩაასაფრა შექემის მახლობლად. გამოვიდა გაალყებედისზე და ქალაქის კარიბჭესთან გაჩერდა. გამოვიდა საფრიდან აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი. დაინახა გაალმა ხალხი და უთხრა ზებულს: შეხედე, ხალხი ეშვება მთების თხემიდან. ზებულმა უთხრა: მთების ჭრილი ხალხად გეჩვენება. კვლავ უთხრა გაალმა: შეხედე, ხალხი ჩამოდის მაღლობიდან. ერთი რაზმიც მეონიმის მუხნარის მხრიდან მოდის. უთხრა მაშინ ზებულმა: რა პირით ამბობდი, ვინ არის აბიმელექი? რატომ უნდა მორჩილებდეთო მას? ეს ის ხალხიან შენ რომ არ ადაგდებდი. ახლა გადი და შეები. გაუძღვა გაალი შექემელებს და შეება აბიმელექს. დაედევნა აბიმელექი უკუქცეულ გაალს და მრავალი შექემელი დაეცა მოკლული ქალაქის კარიბჭემდე. აბიმელექი არუმში გაჩერდა. ზებულმა კი განდევნა შექემიდან გაალი და მისი ძმები, რომ აღარ ეცხოვრათ შექემში. მეორე დღეს სანახებში გამოვიდა ხალხი და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს. წამოიყვანა თავისი ლაშქარი, დაყო სამრაზმა და სანახებში ჩაასაფრა. ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, თავს დაესხა და დახოცა. მიადგა აბიმელექი და მასთან მყოფი რაზმი ქალაქის კარიბჭეს და იქ შეჩერდა. ხოლო 2 რაზმი თავს ესხმოდა ყველას, ვინც სანახებში იყო და ხოცავდა. მთელი დღე ებრძოდა აბიმელექი ქალაქს. აიღო გაწყვიტა შიგმყოფნი. დაანგრია ქალაქი და მარილი დათესა. შეიტყვეს ეს ამბავი შექემის მეციხოვნებმა და ღმერთ ბერითის ტაძრის კოშკში შევიდნენ. მოხსენდა აბიმელექს, რომ ერთად შეგროვდნენ შექემის მეციხოვნენი. ავიდა აბიმელექი ცალმუნის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი. აიღო ცული, ხის ტოტი მოჭრა. მხარზე გაიდო და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: ხომ ნახეთ რა გავაკეთე? თქვენ სასწრაფოდ იგივე ქენით. მთელმა ხალხმა თითო ტოტი მოჭრა და გაყვა აბიმელექს. შემოუწყეს ტოტები კოშკს, ცეცხლი წაუკიდეს და ამოწყდა შექემის მეციხოვნენი 1000-მდე კაცი და ქალი. მერე თებეზისკენ გაემართა აბიმელექი. ალყა შემოარტყა თებეს და აიღო. შუა ქალაქში მაგარი გოდოლი იდგა. შიგ შეიხიზნა ქალაქის ყველა მკვიდრი კაცი თუ ქალი. შეიკეტნენ და გოდლის ბანზე გავიდნენ. მიიჭრა აბიმელექი გოდოლთან. ალყა შემოარტყა. მიადგა გოდლის კარიბჭეს, რომ ცეცხლი წაეკიდებინა. მაშინ ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი მოახვედრა თავში აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია. უმალვე თავისი საჭურვად მტვირთველი იხმო აბიმელექმა და უთხრა: მახვილი ამოიღე და მომკალი, რომ არ თქვან ჩემზე, ქალის ხელით მოკვდაო. როცა დაინახეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველანი თავთავიან სახლებში წავით წამოვიდნენ. ასე გადაუხადა ღმერთმა სამაგიერო აბიმელექს იმ ბოროტებისათვის, რომელიც მამამისის მიმართ ჩაიდინა, როცა თავისი 70 ძმა დახოცა. ღმერთმა შექემელებზე მოაქცია ყველა მათი ბოროტება. ეწიათ იოთამ იერუბაალის ძის წყევლა.